აუცილებლობის შემთხვევაში პარიზი აცხადებს, რომ საფრანგეთის და ევროპაც მზად არიან თავისუფლება და ღირებულებების სისხლის ფასადაც კი დაიცვან. ქვეყნის შეერებული ძალებისადმი პრეზიდენტის რანგში ბოლო მიმართვისას ემანუელ მაკრონმა გაიხსნა 9 წლის წინანდელი დაპირება თავდაცვის სფეროში გარდამტეხი ცვლილებების შესახებ. იმ დროს, როცა არც მოსახლეობას და არც ბევრ ჯარისკაცს არ ჰქონდა უკეთესი მდგომარეობის იმედი. მისი თქმით, სისრულეშია მოყვანილი 2017 წელს გაკეთებული განცხადება, როცა საზოგადოებამ მას პრეზიდენტის მანდატი მიენიჭა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. აღებული ვალდებულებები შესრულდებოდა, ხოლო შეერების ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მიაღწევდა. გზავნილი, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს ვგზავნით, შემდეგია. დიახ, მშვიდობა ჩვენი მიზანია. დიახ, ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებასა და უფლებებს და დიახ, ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ მათ დასაცავად. აუცილებლობის შემთხვევაში სისხლის ფასადაც კი. საფრანგეთი საიმედო და სტაბილური პარტნიორია, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს და თანმიმდევრულ პოზიციებს ინარჩუნებს. არამეომარ მხარედ რჩება იმ კონფლიქტებში, რომლებიც თავად არ აურჩევია. ეს არის საერთაშორისო სამართლის თავისუფლებისა და მათ შორის ნაოსნობის თავისუფლების პატივისცემის პოზიცია. სწორედ ამ თავისუფლების დაცვას აპირებს საფრანგეთი ჰორმუზის სრუტეში. ევროპა ძალად ყალიბდება. ძალად, რომელიც მის შემადგენელ სახელმწიფოებს ეყრდნობა. პატივისცემს მათ სუვერენულ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ამავე დროს საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას დაიცვას საკუთარი თავი და იმოქმედოს როგორც ერთიანმა ძალამ. ეს იქნება ევროპა, რომელიც აღარ იქნება ნაციონალიზმის ტყვე. იმ ნაციონალიზმის, რომელმაც ის დიდი ხნის განმავლობაში დაასუსტა. პირიქით, მისი წევრი სახელმწიფოების პატრიოტიზმის გაერთიანებითა და ერთიანად მოქმედებით, ჩვენ ყველანი უფრო ძლიერები ვხდებით. mais qui en conjuguant les patriotismes de leurs membres. საფრანგეთის ლიდერის თქმით, გეოპოლიტიკური მდგომარეობაც და პარიზის ამჟამინდელი შესაძლებლობებიც იძლევა უფრო სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედების საშუალებას და იმ გეგმის დროზე ადგილშესრულებას, რომელიც 2030 წლისთვის იყო დასახული. ანუ ქვეყნის შეერებული ძალების ბიუჯეტის გაზრდა 64 მილიარდ ევრომდე, რაც მარტივი სიტყვებით 10 წელიწადში თანხების გაორმაგებას ნიშნავს.